იმიტირებული არჩევნები საქართველოში 207 საარჩევნო უბანზე, მათ შორის გურჯაანში 3 ლოკაციაზე კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული არჩევნების მიმდინარეობას სიღნაღში პირადად გაეცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. პროცესის მიზანი საარჩევნო უბნებზე ტექნოლოგიური საშუალებებისა და ლოგისტიკური საკითხების რეალურ გარემოში პრაქტიკული შემოწმება. საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 207 ლოკაციაზე ახორციელებს იმიტირებულ კენჭისყრას, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრატორები და ტექნიკური პირები იღებენ მონაწილეობას. იმიტირებული კენჭისყრის მიზანი არის კიდევ ერთხელ არჩევნებამდე ვნახოთ ტექნოლოგიური საშუალებების მზაობა, ლოგისტიკისა და ადმინისტრირების სხვა ასპექტები, მათ შორის ჩვენი სწავლების შედეგები თუ როგორ ახორციელებენ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მიღებული ცოდნის პრაქტიკაში იმპლემენტაციას. ამ შემთხვევაში ვიმყოფები სიღნაღში და ჩემი დაკვირვებით შემიძლიათ ამამად ვთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად 4 ოქტომბრის მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის. სიღნაღის 2 საარჩევნო უბანზე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სიღნაღის საარჩევნო უბნების ადმინისტრატორებმა, ხელმძღვანელმა პირებმა და აგრეთვე ტექნოლოგიურ უბნებზე პოტენციურმა უბნის ტექნიკოსმა მუშაკებმა. მათ მიეცათ შესაძლებლობა პრაქტიკულ წვლილში ენახათ ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი, ასევე ხმის მიცემის და შემდგომ ხმების შეჯამების და შემაჯამებელი ოქმის შედგენის